ალბათონო მინისტრო, სიტუაციური სადაზვერვო სწავლება სამგლეველი 2015 მიმდინარეობს გეგმის თანახმად. ასაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არ ქონია. სწავლების ხელმძღვანელი პოლკოვნიკი კირილაშვილი. რეალურ სიტუაციაში შეგვიძლია აქ მიცადინება მიმდინარეობს ოფიცრებთან გეგმიური არჩევანებით და არ არის ის რელიეფი არ ამ გაერთიანებულ სწავლებას აქ მართვის ჯგუფი რომელიც ყველა სადაზვერვო ქვედანაყოფი ამოცანა არის სწავლებაზე მიზიდული პირად შემადგენლობების დაყრდნობა, მაზადება. რო შეეძლოთ ჯარისკაცს არტილერიის სესიის გამოძახება, მის იქნება ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ შტაბმა იცის საერთოდ ასევე დემო ჯგუფი, ნუ ასე. აზან მესამე აღსრულება. ამ ფაზის მიზანია დაზვერვის წარმოება მოწინააღმდეგეების საპატრულო ბაზა, სადაც არის განათავსებული სტატეული სათვალთვალო საგუშაგოების აღმოჩენას. ამ დროს საპატრულო ბაზა არის განლაგებული 56 წლის თვალის შეხედავს და იწვევს მე რეკრუტაციული მოტეხილობა და რა თქმა უნდა მასიური სისტემა. ადამიანის რომელიც პირის ორგანო ის სისტემა რომელიც დაზის ხელზე აი ამაზეა დამოკიდებული ეს სხვა აქ არის განლაგებული პირადი შემადგენლობა უცხოელების მიხედვით ჩვენ რო შემოვედი ინდივიდუალური კარავი ყველა პირად შემადგენლობა ფრენდა მის და აზიანოთ ის მეთაურის კომანდები და ბრძანებები ეხლა ქალბატონო მინისტრო მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლკოვნიკ ცეცხლის გადატანა მე ვთვლი რომ აქ სახიფათო გორდია ყველა სახიფათო ჯარი მუდმივად მზადების პროცესში არის და ეს სწავლებაც ერთ-ერთი დასტურია ამის, რომ პრაქტიკულად 12 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ბაზებზე, სხვადასხვა ადგილებში ჩვენ ჯარისკაცები მომზადების კურსს გადიან. ამ შემთხვევაში სადაზვერვო კურსს ვესწრებით ჩვენ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ეს პროცესი იყოს მუდმივი, განახლებადი და ახალი რესურსები მოზიდვა მოხდეს. როგორც უცხოელი ინსტრუქტორების საშუალებით, ასევე იმ მატერიალური საშუალებებით, რომელთაც მარაგდება და მდიდრდება ჯარი. ეს მიმდინარეობს სადაზვერვო ქვედანაყოფის საველე სიტუაციური სწავლება. იმყოფებით აქ დაავადვალიერების სწავლების მართვის ცენტრი, დაავადვალიერებთ ქვედანაყოფების განლაგება და ეს არის შუალედური ფაზა, შემდგომი დამამთავრებელი ფაზის დროს მოხდება ქვედანაყოფების საბოლოო შეფასება, სწავლების შეფასება და ამ პერიოდში ასევე ნაკლოვანების აღმოფხვრა მოხდება, ვიდრე იქნება დამამთავრებელი ფაზა. სადაზვერვო ქვედანაყოფებმა აჩვენეს მომზადების მაღალი დონე, თუმცა როგორც ყველა სწავლებაზე გამოჩნდა ნაკლოვანებები, რომლის აღმოფხვის პროცესზეც მიმდინარე სწავლებაზე მიღებული იქნება აღმოფხვის შეცდომების გასწორების ყველა ხონე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი დადებს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც სწავლების მიმდინარეობის პროცესში იქნება გამოვლენილი. მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ადგილობრივი გუბერნიის, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი ყურადღება გამოიჩინეს სადაზვერვო ქვედანაყოფების კონკრეტულად სწავლების პროცესში. დღესაც მიმდინარეობს მათთან ერთად კულტურული ღონისძიებები და ეს мотивაციას სამხედრო მოსამსახურეებში ძალიან ამატებს.